გამარჯობა, მე 14 გაკვეთილის ფარგლებში მიმოვიხილავთ რამდენიმე ფუნქციას. ეს არის ძირითადად ტექსტური ფუნქციები. აქ გვაქვს მოცემული რაღაც შემთხვევით შერჩევის პრინციპით შერჩეული სახელი და გვარები, 70 ცალი. და ჩვენ გვინდა ვთქვათ, ეს არის როგორც შევშნოდით ლათინური ანბანით შეწყილი სახელი და გვარები, იმას გულისხმობ, რომ ვთქვათ ლათინურ ანბანში თუ არის დიდი ასო და პატარა ასო და არის შესაბამისი წესები, რომლის მიხედვითაც უნდა იყოს ჩაწერილი სიტყვები, ქართულში მსგავსი არ გვაქვს, ამიტომ მაგალითებს კონკრეტულად ამ ფუნქციებზე ლათინურ ასოებზე მოვიყვან. დავიწყოთ ამ სამი ფუნქციის მიმოხილვით, ეს არის upper, proper და lower, რომელიც მოქმედებს როგორც აღვნიშნეთ კონკრეტულად ლათინურ ასოებზე, იმიტომ რომ მათ შემთხვევაში არსებობს დიდი და პატარა ასობგერები, მაგალითად დავიწყოთ upper-ით. upper გულისხმობს გაზრდას ზომაში, თუ ჩავწერ upper გავხსნი ფრჩხილს, რადგან ფუნქცია ასე იწერება. სინტაქსში ვხედავ, რომ მითითებულია ტექსტი, ანუ უნდა მივხვდეთ ტექსტი, რომლის ზომაში გაზრდაც მინდა. დავაჭერ ამ შემთხვევაში A2-ს, დავხურავ ფრჩხილს, დავაჭერ Enter-ს და ვხედავ, რომ ყველა ასობგერა, რაც იყო A2 უჯრაში ჩაწერილ ტექსტში, გაიზარდა ზომაში. ახლა შემიძლია მარჯვენა ქვედა კუთხეში მოთავსებულ აი კვადრატს ორჯერ დავაწყაბო და ეს ფორმულა, ფუნქცია გადავრცელდება ყველა დანარჩენ სახელი და გვარებზე, რომლებიც გვაქვს უწყვეტად მოცემული ამ სიაში. ანალოგიურად არსებობს proper ფუნქცია, რომელიც აკეთებს შემდეგს. ნაცვლად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ასობგერა გაზრდოს ზომაში, proper-ი გაზრდის ზომაში მხოლოდ თითოეული სიტყვის პირველ ასობგერას. ამ შემთხვევაში ვინაიდან სახელზე და გვარზეა საუბარი, რა თქმა უნდა გვაწყობს, რომ მხოლოდ პირველი ასოები გაიზარდოს, რადგან ეს არის სწორი წესი სახელის და გვარის ჩაწერის, თუმცა თუ ვთქვათ, ეს არ არის სახელი და გვარი და არის რაღაცა სხვა წინადადება, ანუ აბსოლუტურად არ აკავშირში მყოფი წინადადება, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში შეიძლება არ გვაწყობდეს, იმიტომ რომ წინადადებაში თქვათ, ვიცით, რომ პირველი სიტყვა უნდა იწერებოდეს დიდი ასოთი და არა სხვა დანარჩენი. ნუ გააჩნია ხ დანარჩენ სიტყვებსაც, ხო? თუმცა, შეგვიძლია რაღაცა კომპლექსურად გამოვიყენოთ ხოლმე სხვა ფუნქციები, იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივახციოთ. მაგალითად, ამ შემთხვევაში proper ფუნქცია გვაწყობს და ვნახოთ როგორ იწერება. proper დავწერებ, ფრჩხილი გავხსენი და ვხედავ, რომ მიმითითებს ტექსტზე. ამ ტექსტი უნდა მივუთითო ფრჩხილებში, ეს არის A2, დავხურებ ფრჩხილი, დავაჭირე Enter-ს და ამ შემთხვევაში მივიღე უკვე, როგორც აღვნიშნეთ, პირველი და სახელის პირველი ასო და გვარის პირველი ასო გაზრდილი. გადავავრცელე და დანარჩენ შემთხვევაშიც მივიღე ის სწორი ფორმები, რაც მინდოდა. გავაგრძელოთ lower-ით. lower ფუნქცია თუ upper-ი ამაღლებს, ასე ვთქვათ, ყველა ასოს, lower ფუნქცია პირიქით ადაბლებს. ამ შემთხვევაში ისედაც ორიგინალში ყველაფერი პატარა ასობგერებით არის ჩაწერილი. ამიტომ lower-ის შემთხვევაში შემიძლია მივხვდო არა A2-ზე, არამედ B2-ზე და ვნახოთ როგორ შემცირებს ზომაში. აი ბატონო. შეამცირა ზომაში, გადავავრცელე და ვხედავ, რომ ყველგან გააკეთა იგივე. ესე იგი, ეს სამი ფუნქცია აკეთებს შემდეგს. upper-ი ზრდის ზომაში, proper-ი მხოლოდ თითოეული სიტყვის პირველ ასობგერას ზრდის, ხოლო lower-ი თითოეულ ასობგერას პირიქით ამცირებს ზომაში. ახლა რაც შეეხება დანარჩენ ფუნქციებს, left-ი და right-ით გავაგრძელოთ. left-ი, როგორც თვითონ სიტყვა ამბობს, არის მარცხენა. ამ ფუნქციის დანიშნულება, რომ მარცხნიდან რაღაც რაოდენობის სიმბოლოები, ასობგერები წამოიღოს. ვთქვათ, მე თუ ჩავწერ left, გავხსნი ფრჩხილს, ვუყურებ სინტაქსს. პირველ რიგში ვიკითხებიან ტექსტს, მიმითითე ტექსტიო და ვთქვათ, ავიღოთ A2. შემდეგ უნდა დავსვათ მძიმე, როგორც სინტაქსში ამოცემული და num charts გულისხმობს სიმბოლოების რაოდენობას, რომლის წამოღებას გვინდა მარცხნიდან. ვთქვათ, ავირჩიე 3 სიმბოლო, დავხურებ ფრჩხილი, დავაჭირე Enter-ს და მართლაც პირველი 3 სიმბოლო მარცხნიდან არის DAN. dan. შემდეგ მარჯვნიდან შემიძლია იგივე გავაკეთო. ანუ ნაცვლად მარცხნიდან წამოღებისა ეს ფუნქცია right-ი უკვე მარჯვნიდან წამოიღებს, ისევ მივხვდებ ტექსტზე, მძიმე 3 და დავინახავ, რომ ბოლო 3 სიმბოლო წამოიღო ამ ფუნქციამ T, I და R. MIDI კი აკეთებს შუიდან წამოღებს. ანუ ეს თუ არის მარცხენა, ეს თუ არის მარჯვენა, MIDI არის შუაში რაღაცა სიმბოლოდან, რაღაც რაოდენობის სიმბოლოების წამოღება და ნახოთ ამ ფუნქციის სინტაქსს. უდრის mid, გავხსენი ფრჩხილი, მიმითითეო ტექსტიო და მივუთითე ტექსტი. start num, ანუ მე რამდენი სიმბოლოდან დავიწყო წამოღება. ვთქვათ, დაიწყოს მეოთხე სიმბოლოდან, მძიმე, შემდეგ მეკითხება num charts, ანუ მეოთხე სიმბოლოდან რამდენი ცალი სიმბოლო წამოვიღო. და ვთქვათ, წამოვიღოთ 4 სიმბოლო. დავხურებ ფრჩხილი და რო გადავთვალოთ ნამდვილად 1 2 3 4, აი I და I, E და L
და შემდეგ არის space და ამიტომ წამოვიდა სამი სიმბოლო, იმიტომ რომ მეოთხე რეალურად აქ არის space. I-E-L და space აქვს ამოღებული. სიმბოლოების ამოღებისას, როცა რაოდენობას ვუწევთ, იქ აუცილებლად შედის space-ების ყველა ის space-ი, რაც იმ კონკრეტულ უჯრედში არის მოცემული. ეს არის mit ფუნქცია. ახლა ცოტა რაღაცა უფრო მეტი, ვთქვათ, არსი რო შევძინოთ ამ ფუნქციებს, შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი ესეთი მცირე დავალება. ვთქვათ, მოცემული გვაქვს რაღაც წინადადება ინგლისურ ენაზე, იმიტომ რომ ასოებგერების გაზრდა შემცირებაზე ვიმუშაოთ. It is sunny today გვაქვს, ვთქვათ, რაღაცა წინადადება და ამ შემთხვევაში პირველ ასოებგერას არ გაუზრდი ზომას და ჩავწერ პატარა ზომით, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში ახლა როცა ერთ წინადადებაზე არის საუბარი, ძალიან მარტივია რომ შეხვიდებ უბრალოდ ეს პირველი ასოი წაშალო გაზარდო ზომაში და ისე გამოხვიდე და მიაღწევ მიზანს, ვთქვათ, რომ ყველა სიტყვა აქ სწორად ეწეროს, მაგრამ თუ საუბარი არის დიდი რაოდენობით წინადადებებზე, ვთქვათ, ახლა 100 უჯრა რომ მქონდეს, ან შედარებით ნაკლები, შედარებით მეტი არ აქვს დიდი მნიშვნელობა მაგას, რომ მქონდეს შევსებული მსგავს წინადადებებით, სადაც ყველა ასობგერა არის დაბალი ან პატარა, რა თქმა უნდა, რაღაცა გზამაშინ უნდა გამოვნახო, რომ ხელით არ მომიწიოს თითოეული წინადადების პირველი ასობგერის შეცვლა ზომის გაზრდას გულისხმობ. ამიტომ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ფუნქციის გაერთიანება, ან კომპლექსური ფუნქცია, რომელიც ამ მიზანს მიაღწევს და ვნახოთ რა შეიძლება იყოს ეს. ეხლა იდეურად ლოგიკურად რო გავყვეთ ხო, ჩვენ გვინდა მხოლოდ პირველი ასობგერის შეცვლა გაზრდა ზომაში. შესაბამისად, არც პროფერი, არც აფერი, არც ლოვერი აქ არ გამომადგება, იმიტომ რომ არც ერთი მარტო პირველი სიტყვის ასობგერის გაზრდას არ აკეთებს. ამიტომ ალბათ გავაკეთებდით left-ს, ხო? left-ის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია წამოვიღოთ პირველი ასობგერა, ინახეთ, უდრის left, გავხსენი ბრჭყილი, მივუთითე ამ წინადადებაზე და რამდენი ასობგერა? 1, იმიტომ რომ პირველის გაზრდა მინდა მხოლოდ. წამოვიღო i. მე რა ვიცი რომ ამის გაზრდა მინდა, ამიტომ გამოვიყენებ ან აფერს, ან პროფერს, არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, უდრის აფერ და გავზრდი აი ამ i1-ში გამოტანილ უკვე ასობგერას ზომაში. მივიღე დიდი i. ახლა ამის შემდეგ მე მჭირდება უკვე დანარჩენი ნაწილი წინადადების. ამიტომ მე მჭირდება მარჯვნიდან წამოვიღო დანარჩენი სიმბოლო. აქ დაგვეხმარება კიდე ერთი ფუნქცია, ამ ფუნქციას ქვია len და ეს არის length-ის, ანუ სიგრძის შემოკრებული დასახელება ინგლისურად, რაც მიაღწევს შემდეგ მიზანს, რომ ის გვეტყვის სულ რამდენი სიმბოლოა ამ ასობგერა არის ამ ტექსტში, space-ების ჩათვლით. ანუ მე თუ ჩავწერ უდრის len, ბრჭყილს გავხსნი, ვუყურებ სინტაქსს, რომ მარტო ტექსტზე მიმითითეო, მიუთითე A1-ზე, დავხურებ ბრჭყილი, ყოფილა 17 სიმბოლო. ეს რაში მეხმარება, რომ მარჯვნიდან რომ მინდა რაღაც რაოდენობის სიმბოლოების წამოღება, უნდა ვიცოდე, ხო? ანუ ხელით არ უნდა მიწევდეს თუ არ ამდენი სიმბოლო მჭირდება მარჯვნიდან, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, აქ თუ ბევრი წინადადება მეწერება, მაშინ შეუძლებელია ყველა შემთხვევაში ცალ-ცალკე ითვალო, ხო? ამიტომ ახლა ჩავწერთ right მარჯვნიდან, მივთეთ ტექსტი, მძიმე და სიმბოლოების რაოდენობა. მე მჭირდება ხო, ბოდიში გიხდით, აქ მოდი ჯერ მხოლოდ ფუნქციის დასახელებას ჩავწერ და აქეთ გამოვთხოვოთ right გავხსენი ბრჭყილი ტექსტი, როგორც თქვით, მიუთითე, მძიმე და ახლა სიმბოლოების რაოდენობას მეკითხება. ამ შემთხვევაში მე 17 კი არ მინდა, ანუ სრულად კი არ მინდა მაშინ წინადადება წამოვიღო, არამედ პირველი ასოს გარეშე, იმიტომ რომ გავზარდე უკვე ის. ამიტომ ამას მიუთითებ i3-ზე -1. ესე ჩავწერ, დავხურებ ბრჭყილი და მივიღე ყველა ის სიმბოლოები, რომლებიც არის პირველი ასობგერის გარდა მოკლედ. ახლა მჭირდება გაერთიანება და გაერთიანება უკვე წინა გაკვეთილში გავლილი გვაქვს, ეს არის concatenate ფუნქცია, რომელიც უბრალოდ ორ ტექსტს ერთმანეთზე მიაერთებს. ეს იქნება უდრის concatenate. მჭირდება რომ გავაერთიანო გაზრდილი ასობგერა i და მივუერთო დანარჩენ ტექსტს. აი ესე ბატონო. და მივიღე ამ ყველა ფუნქციის გამოყენებით პირველი ასობგერა გაზრდი. ახლა იმისთვის რომ ეს ყველაფერი ერთ უჯრაში გავაერთიანო, მჭირდება ეს ფუნქციები შევაერთო. ანუ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ერთი და იგივე უჯრაში რამდენიმე ფუნქცია ჩავწეროთ, როცა ერთმანეთთან კავშირში არის ეს ფუნქციები და ერთმანეთს მოიცავს, ასე ვთქვათ. ყველაზე ბოლო, ანუ უნდა მოვყვე ბოლოდან, ყველაზე ბოლო ჩვენ შევასრულეთ concatenate, ხო? ანუ ჩავწერ concatenate. და უყურებთ ახლა სინტაქსს. ჩვენ გვჭირდება რომ გავაერთიანოთ რაღაც ტექსტები, ხო? პირველი ტექსტი, როგორც აქ ქონდა, უნდა იყოს გაზრდილი ასობგერა i და იმისთვის რომ მე ეს ასობგერა გავზარდო, უნდა ჩავწერო აფერი ან პროფერი, ხო? აფერს ჩავწერ ამ შემთხვევაში, გავხსენი ბრჭყილი. ახლა გავზარდო რა? მარცხნიდან პირველი სიმბოლო, ხო? ამიტომ ჩავწერ left-ი, მიუთითებ ამ ტექსტზე
მძიმე ერთიანი დავხურებ ბრჭყილი. აფერში ვარ, რომ მიჩვენებს Excel-ის სინტაქსი, ამიტომ კიდე ერთხელ დავხურებ ბრჭყილს. და გადავდივარ ისევ concatenate-ში. ანუ ეს პირველი ნაწილი მე შევასრულე უკვე აი ამ გზით, გავზარდე და წამოვიღე ამ წინადადების პირველი ასობგერა. დავსვი მძიმე, იმიტომ რომ გადავდივართ concatenate-ის მეორე ნაწილში, მეორე ნაწილი როგორც გახსენებათ არის დანარჩენების დანარჩენი ნაწილის წამოღება. ამიტომ დანარჩენი ნაწილი გვახსოვს რომ წამოვიღეთ right-ით, ანუ მარჯვნიდან წამოღების გზით, right. მივდით ისევ რომ ამ ტექსტიდან მინდა სიმბოლოების წამოღება მძიმე და ნამჩარც. ეხა ლენი დაგჭირდება, ხო? ანუ წინადადების მთლიან სიგრძეს უნდა გამოვაკლო ერთიანი, იმიტომ რომ პირველი ასობგერა უკვე წამოღებული და გაზრდილია. len გავხსენებ ბრჭყილი, მივდით A1, დავხურებ ბრჭყილი -1. -1 აუცილებელია რომ ბრჭყილს გარედან იყოს, ანუ ბრჭყილს შიგნით არ უნდა იყოს შეტანილი. იმიტომ რომ ნახეთ, ლენი გვეკითხება ტექსტს, ლენი არ არის რიცხვებზე მიმართული ამ შემთხვევაში. გვეკითხება ტექსტს და ამის სიმბოლოების რაოდენობას თვითონ დათვლის. ამიტომ შედეგს რო გამოიტანს, ანუ ბრჭყილს გარეთ, მერე ვაკლებთ ერთიანს და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შიგნით რო ჩაუწეროთ, ერერს ამოაკლებს და ვერაფერსაც უეცებს. დავხურებ ბრჭყილი. ამ შემთხვევაში ეს არის right-ის ბრჭყილი. და აი აქ წითლად მიჩვენებს კიდევაც, რომ აი right გაიხსნა right დაიხურე და ახლა concatenate-ის ბრჭყილი მაქვს დასახული. დავხურე concatenate-ის ბრჭყილს, enter-ს დავაჭირი და მივიღე წინადადება. ამიტომ ახლა ნებისმიერი აქ რაც არ უნდა დავწერო, მაგალითად არის რაღაც წინადადებები. და ასე შემდეგ, არა აქ ხა შინ არის მნიშვნელობა, შემიძლია ეს ჩამოვკაჩო, გადმოვავრცელო, ასე ვთქვათ, და შევხედავ, რომ ყველა წინადადებაში, რაც ჩავწერე, პირველი ასობგერა იქნება გაზრდილი, დანარჩენი იქნება ზომაში შენარჩუნებული. ეს არის ძირითადად რაშიც შეიძლება, ну სხვა რაღაცებში რა თქმა უნდა შეიძლება რომ გამოვიყენოთ left midi leni right და ასე შემდეგ. midi არც გამომიყენებია პრინციპში ახლა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, მოკლედ. შეიძლება სხვა რაღაცებში დამჭირდეს, მაგალითად მინდა პროდუქციის კოდების გაკეთება რაღაცა, თქვათ ტექნიკის მაღაზიისთვის, ხო? შეიძლება მაქვს რაღაც პროდუქცია, თქვათ ინგლისური დასახელებები ავიღოთ, fridge, TV და მინდა კოდები რაღაცა უნიკალური კოდები ქონდეს თითოეულ პროდუქტს. ამ შემთხვევაში შემიძლია გავაკეთო შემდეგი რაღაცა, ანუ გავაერთიანო ამ სიტყვების პირველი ორი ასობგერა, თქვათ, ანუ left-ით მინდა ორი ასობგერის წამოღება და მივუერთო რაღაცა ასობგერები, თქვათ, random-ად აღებული, rand between-ით ავიღებ ახლა 1-დან 30-მდე რამე რიცხვს. და შემიძლია concatenate-ით გავაერთიანო ახლა ამ ორ ასობგერას მივუერთებ დეფისის ნიშანს და მივუერთებ რიცხვებს. რადგან rand between მაქვს აღებული, მაგით რიცხვები მუდმივად იზრდება, მაგრამ თქვათ აი რაღაცა ესეთი შემიძლია მივიღო. და ეს არის თქვათ კოდები. ამისთვისაც შეიძლება concatenate-ის და left-ის გამოყენება ამ შემთხვევაში და სხვადასხვა კომპლექსურ სიტუაციაში შეიძლება გამოგვადგეს მოკლედ. ამის გარდა გვაქვს find ფუნქცია, რომლის მიზანი არის, რომ იპოვოს სხვადასხვა სიმბოლო ტექსტის შიგნით და დაგვიწეროს მე რამდენი არის ეს სიმბოლო. თქვათ, აი ამ შემთხვევაში მე თუ მინდა, აი მარცხნიდან მარჯვნიდან შუიდან რაღაცა სიმბოლოები რომ მოგქონდა, ხო? მე თუ მინდა რომ ვიცოდე განვაცალკეო, თქვათ კონკრეტულად სახელი და გვარი, მაშინ შეიძლება გამომადგეს, რომ ვიპოვო space-ი სად არის ზუსტად. ოღონდ ამ შემთხვევაში დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მხოლოდ სიტყვებს შორის არის space-ი გამოყენებული და ამისთვის ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს ფუნქცია trim-ი. trim-ი იმას უზრუნველყოფს, რომ დავრწმუნდეთ, რომ აქ ნამდვილად ზედმეტი space-ი თავში, ბოლოში, შუაში არ არის, ანუ სიტყვებს შორის ერთ space ტოვებს მხოლოდ trim-ი. ამიტომ ამას გავტრიმავდი, ასე ვთქვათ, მაინც კონტროლისთვის რომ დარწმუნებული ვიყო და ამის მერე find-ით ვიპოვიდი space. უდრის find დავწერ და მივყვები ახლა სინტაქს find text. ანუ რა უნდა იპოვოს? რა ტექსტი უნდა იპოვოს? უნდა იპოვოს space-ი. იმისთვის რომ ეს space მიუთითო Excel-ს, როგორც ტექსტი, როგორც სიმბოლო, ბრჭყალებში უნდა ჩაისვას აუცილებლად. ისე როგორც ყველა ტექსტი უნდა ჩაისვას ბრჭყალებში ფუნქციის შიგნით. მძიმე. ახლა within text, ანუ რა ტექსტში უნდა ვიპოვო ესო? უნდა იპოვოს აი აქ iOS-ში უკვე გატრიმულში. start-ნამ, ანუ მე რამდენი სიმბოლოდან დავიწყო ძებნა და პირველიდანვე დაიწყოს, არ მაქვს აქ არანაირი შეზღუდვა, დავხურებ ჭხილი დავაჭირე enter-ს. მივიღე 7-იანი. ეს ნიშნავს, რომ space-ი ამ ტექსტში არის მე7. გადმოვავრცელებ
და მივიღებ ყველა ამ სახელსა და გვარში მე რამდენი არის space. ახლა ეს რა შეგმადგება? მე თუ მინდა მარცხნიდან წამოვიღო მხოლოდ სახელი, გავაკეთებდი შემდეგ რაღაცას, ხო? უდრის left, მიუთითებდი სახელსა და გვარზე და ნამ ჩარტში 7 არა, ამ შემთხვევაში 6 მინდა, იმიტომ რომ space თვითონ არ მჭირდება, ამიტომ მივუთითებდი ამას -1. და წამოვიღებდი მხოლოდ სახელებს. აი. ახლა თუ მინდა გვარის წამოღება, ვიზავდი შემდეგ რაღაცას მარჯვნიდან, აი ამ ტექსტზე მივხვდებდი ისევ და ნამჩარტში ნაცვლად 7-ის ან 6-ისა, 7-1-ისა პირიქით უნდა მივუთო, ხო? ლენი, ანუ მთლიანი სიგრძე რაც არის ამ წინადადები, ამ ტექსტის უფრო სწორად, გამოვაკლებდი space-ი მე რამდენიც არის, იმიტომ რომ space თუ მე 7-ია, ეს ნიშნავს, რომ space-ის ჩათვლით 7 სიმბოლოა, ხო? ან დანარჩენი სიმბოლოები იქნება უკვე გვარი. ამიტომ გამოვიყენებდი lens ამ ტექსტის -1. -1 არ გვინდა უბრალოდ. lens minus აი ეს find-ით რაც ვიპოვეთ 7. და მივიღებ მხოლოდ გვარები. აი ბატონო, მხოლოდ გვარებია ნამდვილად ყველგან წამოღებული. კიდე ერთი საშუალება არსებობს, როგორ შეიძლება სახელი და გვარები, სახელი და გვარები ამ შემთხვევაში გავაცალკევოთ. და მოდი აი აქ ჩავსვავ რაღაცა რაოდენობის დამატებით სვეტებს, იმისთვის რომ ეს ვნახოთ. ეს ახლა ჩვენ ფუნქციით გავაკეთეთ, ხო? ანუ დაგვჭირდა find-ი, დაგვჭირდა left-ი, დაგვჭირდა right-ი და შეგნით კიდე len-ი მაქვს გამოყენებული, მაგრამ არსებობს ერთი ღილაკიც, რომელთაც პირდაპირ შეგვიძლია სახელი და გვარები განვასალკევოთ. ამისთვის მოვნიშნავ თვითონ ამ სვეტს, თქვათ ამას, არა აქ ჩემთვის მნიშვნელობა, აქ ახლა პრინციპში ფუნქცია არის ჩასურმული და არ მაწყობს. ამიტომ ამას დავაკოპირებ. paste special values ჩავსვავ. ახლა რატო არ მაწყობს? იმიტომ რომ შეგნით როცა ფუნქცია იმ ფუნქციის ჩანაწერს გამიყოფდა, აი აქ თქვათ proper რომ ეწერს, ამ proper-ს გაყოფდა რაღაცა დონეზე. და არა იმის გამოტანილ ტექსტს. ამიტომ მე თუ მინდა უშუალოდ ტექსტი გავყო, მაშინ აუცილებლად მხოლოდ ტექსტი უნდა იყოს და არა ფუნქცია ან ფორმულა მის უკან. ამიტომ მოვნიშნავ ხა ამ სვეტს და უკვე paste special ჩასმული მაქვს. გადავდივარ data-ში, მენიუში და ვაჭერ text to columns. აქ გამოდის ფანჯარა, სადაც უნდა იყოს delimited მონიშნული, ამას ტოვებთ, ვაჭერთ next და აი აქ უკვე ვირჩევთ რის საფუძველზე უნდა გაყოს. როცა ტექსტი ერთმანეთისგან რაც მინდა რომ გავყო ამ შემთხვევაში სახელი და გვარი ერთმანეთისგან დაშორებულია space-ით. ამიტომ მე უნდა გავყო space-ზე. ამიტომ აი აქ delimited-ებში, ანუ გამყოფებში მე უნდა მოვნიშნო space. და აქ ვხედავთ, რომ ხაზიც გაჩნდა, ანუ გაიყო, თაბი არ მჭირდება, იმიტომ რომ თაბით გაყოფა არ მჭირდება. აქ არის ასევე ჩამონათვალში semicolon, ანუ წერტილმწიმე, кома, ანუ მძიმე. ასევე საშუალება მაქვს, რომ თუ თქვა სხვა სიმბოლო არის გამოყენებული, რომელზეც მინდა რომ გაიყოს. შემიძლია other-ი მოვნიშნო და ის კონკრეტული სიმბოლო არ ვიცი, წერტილი იქნება თუ რა იქნება, მოვნიშნო. ჩავწერო უფრო სწორად. ამ შემთხვევაში არ მაქვს სხვა არაფერი სიმბოლო, კონკრეტულად space-ზე არის გაყოფილი. აქ მნიშვნელოვანი არის ერთი რაღაც დამახსოვრება, რაზეც ყოფის ქრება. მე თუ space-ზე ვყოფ, space გაქრება, წერტილმძიმეზე ყოფის წერტილმძიმე გაქრება და ასე შემდეგ, ანუ ეს უნდა გვახსოვდეს. space-ი მოვნიშნე, next-ს დავაჭირე, finish-ს დავაჭირე და აქ ვხედავ, რომ აი ბატონო, სახელი დარჩა აქეთ, გვარი წამოვიდა აქეთ, იმიტომ რომ space-ით გაყო მოკლედ. აი ამ შემთხვევაში ვთქვათ, აი აქ კოდები რომ აქ ამის გაყოფა რომ მიტოდეს, აქ ერთნაირი არის DS-ი, ხო? ანუ შემეძლო data-ში შევსულიყავი, აქ ოღონდ ფორმულა რო უკან არ ედგას paste special-ით value-ით ჩავსვავ. მოვნიშნე სვეტი, text to columns, ну აქ დამჭირდება უბრალოდ რაღაც სექტორი, თქვა code დავუწერო, რომ აი ეს არ აღიქოს გასაყოფ უჯრად text to columns. დავაჭირე delimited. აქ space-ი არ მინდა, ოღონდ other-ი მინდა და აქ უნდა ჩავწერო ზუსტად depis-ი, ну depis-ი ჩავწერ მაინც. მეწერა და უბრალოდ ხელახლა გავაკეთე. ხაზი, როგორც კი გაჩნდა ნიშნავს, რომ აი ამაზე იყოფა ზუსტად, next დავაჭერ, finish დავაჭერ და დავინახავ, რომ ნამდვილად გაიყო. ну ეს არის მეორე მაგალითი, თქვა თუ space-ი არ გვინდა და სხვა რაღაცა სიმბოლო, plot-ი გვინდა, რომ გაიყოს ერთმანეთისგან მონაცემები. ეს არის ის ტექსტური ფუნქციები, რომელიც მინდოდა რომ ამ გაკვეთილში მიმომიხილა და პლუს ეს text to columns ღილაკი, რომელიც გვეხმარება რომ რაღაცა მონაცემები ერთმანეთისგან გავყოთ. მადლობა დიდი რომ მიყურებდით და მისმენდით. იმედია ჩემს გვერდს გამოიწერთ და დაელოდებით შემდეგ გაკვეთილებს, რომ უკეთესად შეისწავლოთ Excel.